بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. Გავაძლევთ მე ჩვენები დღეს ვართ 206 ჰადისზე. მე-40 თავი. დღეს ალლაჰის წყალობით დავამთავრებთ კითაბუ ტაჰარა. ტაჰარათის განყოფილებას და ალლაჰის წყალობით გადავალთ ლოცვის განყოფილებას. კითაბუ ას-სალა. 206 ჰადისი ან აბუ ჰურეირა. თავს ქვია ბაბუ ტაჰარათულ მასჯიდ მინალ ბაულ. შარდისგან გასუფთავება მეჩეთის შარდისგან გასუფთავება. ეს არის ცნობილი ჰადისი, როცა მოვიდა ერთ-ერთი არაბი მოყვებით ამ ჰადისს. აბუ ჰურეირამ გადმოსცა: "დახალა არაბიუ ალა რასულილაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ალ-მასჯიდა ვა ჰუვა ჯალის." ერთხელ როცა პეღამბარი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იჯდა მეჩეთში, შემოვიდა ერთი ბიდუინი. ბიდუინი არის ის ხალხი, ვინც ცხოვრობს უდაბნოში. უდაბნოში ეგეთ ხალხს მან არანაირი განათლება არ აქვს, ანუ ქალაქიდან შორს არიან და ასე შემდეგ. და ეს ბიდუინები არიან ცნობილი იმით, რომ ძალიან ესე უხეში ხალხია. فقال და ის ბიდუინმა თქვა, უთხრა ვის? პეღამბარ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა მაგას. اللهم اغفر لي ولمحمد ولا تغفر لأحد معنا. ე ალლაჰ, აპატიე მუჰამედს და მე და სხვა არავის არ აპატიო. ეგეთი დუა გაკეთა. და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ فضحك رسول الله صلى الله عليه وسلم. და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სისხლი დაიწყო. ثم قال და მე თქვა لقد احتضرت واسعا. შენ გააკეთე აი ასარი ფართო, შენ დაამოკლეო. ანუ ალლაჰის რაჰმათი ყველასთვის არის. რატო დაამოკლეო მაგას ეძახის. და მე ეს არაბი, ეს ბიდუინი მე ყვება. ნახეთ ძმებო, ჩვენ ბუხარში და მუსლიმში როგორ ხადისი გავიარეთ, რომ მოვედით ხა ბიდუინი მეჩეთში კუთხეში დაიწყო, შარდი და ასე შემდეგ დაიწყო, საჰაბები კი ამ მიახდნენ, ხო? ეს ვერსია ჰადისი თვითონ ეს ბიდუინი ყვება როგორ მოხდა. ანუ საჰაბები თვითონ ეს ბიდუინი ყვება, რა საინტერესო ეს ციგნი. ثم ولا العربي. მე ეს არაბი გავიდა, حتى اذا كان في ناحية المسجد ففحج ليبولا. მე გავიდა აი მეჩეთის ბოლოში და დადგა, აი ფართოდ დადგა, ანუ ერთი ფეხი მეორედან შორს არის და დაიწყო ამ საქმის გაკეთება, ანუ პატარა საქმის გაკეთება მეჩეთში, წარმოვიდგინეთ ძმებო. فقال العربي და იმ ბიდუინმა თქვა, بعد ان فقه في الاسلام. როცა უკვე აი მოვიდა ისლამში და გაიგო რა არის ისლამი, მაგის მერე უკვე თქვა. فقام الي رسول الله صلى الله عليه وسلم. ანუ როცა ის საქმე დაამთავრა, მასთან მოუახლოვდა შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და უთხრა და ბიდუინს ძახის რომ فلم يؤنبني ولم يصبني. ანუ მე არ მეჩხუბა და შოროწყობა არ მომაყენა, მაგის გამო რას გავაკეთეო და მე მითხრაო انما بني هذا المسجد لذكر الله والصلاه. ჭეშმარიტ ეს მეჩეთი არის აშენებული ალლაჰის ხსენებისთვის და ლოცვისთვის. وانه لا يبال فيه. და ამ ადგილას ანუ საფეპარაშო არ არისო ეს ადგილიო. და ეს ეგეთი ჰადისია ძმებო. ثم دعا بسجل من ماء فافرغه عليه. მე შუმამას ასან თქვა საჰაბებს ერთი ანუ ვედრო ასე თქვა წყლის და დაასხა იმ ადგილას. ანუ ჩვენ აქედან ვხედავთ რას? რამოდენიმე ფაიდა გვაქვს ამ ჰადისიდან. პირველი რომ ნებისმიერი შარდი თუ მოხდება გინ მეჩეთში, გინ დასასმელზე და ასე გინ მიწაზე, ან სიტყვაზე ნებისმიერი ეს შარდი შეიძლება უბრალოდ დაასხა წყალი, ეს არის მისთვის საკმარისი რომ ის ადგილი ტოჰური იყოს. მეორე პეღამბარი სალლალლაჰუ ალეიჰი რაჰმათი. პეღამბარი სალლალლაჰუ ალეიჰი რაჰმათი. ჩვენ დროს ვიღაცა ყოფილიყო, ვიღაცა შემოვიდოდა მეჩეთში და გააკეთებდა ეგ საქმეს, უეჭველი მაგას გახევდნენ. ადამიანს რაღაცას ცუც გაუკეთებდნენ იმ ადამიანს, წემდნენ მინიმუმ ამას წემდნენ. მაგრამ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო რაჰიმი, ეგერთი. მე იყო გამგებიანი ადამიანი. მე შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იცოდა რომ თუ ეხა საჰაბები მიახტებოდნენ იმ ადამიანს და დაიწყებდნენ მის ცემას და ასე შემდეგ და თავის საქმეს არ დაამთავრებდა, ეს შარდი გადავიდოდა სხვა ადგილებზეც ასევე. და ასევე პეღამბარი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სიბრძნე და რაჰმათისგან უთხრა საჰაბებს, უკვე მიდიოდნენ საჰაბები მისკენ რომ ეცემათ, გააჩერა ისინი. და რა უთხრა? დააცადეთ დაამთავროს თავის საქმეო, წარმოვიდგინეთ, დაამთავროს თავის საქმეო. ეს არის პეღამბარის ჰიკმათისგან. უკვე დაიწყო, ვერ გააჩერებ მაგას, всё უკვე. უარი ის იქნება თუ რაღაცას დაიწყებ. და ბოლოს წყალი დაასხეს და всё, პრობლემა მაგის გამო მოშორდა. და მე ნახეთ ის ბიდუინის უკვე ისლამში მოვიდა. აქ საქართველოში ბევრი თუ არ ვწდები ერთი ძმა არის ადილ რაჯაბოვი, ბაქოში ერთი ძმა არის ტალებულ ელმი, მაგაზე მაქვს ისა გაგონილი რომ ვიღაცა ძმა, ანუ სულ ვიღაცა შეროწყობს აყენებდა. ერთხელ მაგასთან ვიღაცას თვალსაჩინო შეროწყობა მიაყენებდა, ალლაჰის ხათრისთვის საბრი გააკეთა. მაგის გამო ის ადამიანი მიიღო ისლამი. და მე ის დიდი პატივისცემა მქონდა იმ ადამიანის შორის და გაკვეთილებს დადიოდა და ასე შემდეგ. ეს ალლაჰის პეღამბარის სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ადათი.
შემდეგ თავში ბაბუ ფილ ბაული ალ-ღულამი ვალ-ჯარია. თავი რომელიც ეხება ბავშვის შარდი, როგორც ბიჭის, პატარა ბიჭის, ანუ ვინც ძუძუს წოვს, როგორც ბიჭის, ასევე გოგოსი. عن علي بن أبي طالب علي بن أبي طالب قد مصر أن النبي صلى الله عليه وسلم قال رم شومما صلى الله عليه وسلم قال في بول الرضيع أنه رسيخبا أي بطر بوشي شرط يندح بول الغلام أنه تو مقايت بيجي بطرة ويرومي زوزوس دا ميسي شردي مختصات غاز ساكماريسيا أي أسي أنداس ولا خيبة تيتبيت إرقاقيتوت إسال ساكماريسي ويغسل بول الجارية دا تو أرز غوغو ისადგილი უნდა დაიბანოს, ისადგილი უნდა დაიბანოს. მაგრამ ეს ეხება როგორ ბავშვებს მებო, რომლების ანუ მთავარი საჭმელი კვება არის რძე. რძე. თუ ბავშვი უკვე მაგალითად 50-50-ია, რძესაც ჭამს და სხვა რაღაცას ჭამს, აქ უკვე უნდა გაირეცხოს ის ადგილი. 52 თავი, ბაბუ იზალათილ ყაზ მინან ნა'ლ. თავი რომელიც ეხება ჭუჭყის მოშორება ფეხსაცმელისგან. ჭუჭყის მოშორება ფეხსაცმელისგან. عن ابي هريره عن النبي صلى الله عليه وسلم قال شومما صلى الله عليه وسلم თქვა اذا وطئ احدكم بنعله في الاذى فان تراب له طهور. თუ ვიღაცა დააბიჭა თქვენი ფეხსაცმელით, ანუ ჭუჭყში, მაშინ მაგისტვის მიწ არის ტაჰურიო, მიწ არის გასუფთავება. ანუ თუ მაგალითად ადამიანი დადისაი და დააბიჭა ქუჩაში რაღაცას დააბიჭა, მე ხო კი დაგზერს ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები იმ ფეხსაცმელით არის რა გასუფთავება, არის სუფთა. და ასევე ბევრი ხალხი არის ის რომ ფეხსაცმელში ლოცვა შეიძლება. მაგის დალილი არის სახე ბუხარში თუ არ ვწდები ან მუსლიმში, შომამასალსან ლოცულობდა, ლოცვის ან ფეხსაცმელი ქონდა ჩასმული და ლოცვის დროს მოვიდა ანგელოზ ჯიბრიელ ესრამ და უთხრა მაგას რომ ანუ შენ ფეხებზე არის, ანუ ფეხსაცმელზე არის ნაჯასიო. და ლოცვის დროს მოიხსნა, გადადო და გააგრძელა ლოცვა, ანუ არ შეწყვიტა ლოცვა, არ დაამთავრა, თავიდან არ დაუწყია. ეს არის იმის დალილი რომ შეიძლება ფეხსაცმელში ლოცვა თუ ფეხსაცმელი არის სუფთა. პრობლემა მაგაში არ არის. და ასევე მაგის დალილი ძმებო, თუ მაგალითად ადამიანმა აი უცბად გაახსენა და ტასათმი და რაღაც ნაჯასია და უცბად მოიხსნა და გადადო, ლოცვა შეულა არ შეწყვიტოს, შეულა მაგას გააგრძელოს. შემდეგი თავი ბაბუ მა იუფა ანჰუ ადამ. თავი რომელიც ეხება იმას, ანუ რო ეპატიება ადამიანს სისხლისგან, ანუ მაგალითად ლოცვაში ადამიანი და სისხლი აქვს რაღაცა, ან მის ორგანიზმის ტანიდან გამოდის სისხლი, ეს მაგას ეპატიება. ან ჯაბირ ბინ აბდილლაჰ, ჯაბირმა ბინ აბდილმა გადმოსცა. ხარაჯნა მა რასულილაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ჩვენ ერთად გავედით შომავათან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ფი საფარი ღაზვათინ ზათ არ-რიყა. ეს საფარში და ან ომის მოგზაურობა იყო, რომელსაც ერქვა ზათ არ-რიყა. ზათ არ-რიყა რატო დაარქვეს მებო? იმიტომ მაგ დროს საჰაბები გადიოდნენ ომში და მათ ფეხსაცმელი კი არ ჰქონდათ, ფეხსაცმელი. როგორც ჩვენ დროს ბოტასები და შეიძლება აი მატერიალები ჰქონდათ დაბმული მაგათ ფეხებზე, წარმოიდგინეთ მებო. ამ სისხლში, ამ ქვებში და ასე შემდეგ, უბრალოდ ფეხები ჰქონდათ შებმული რაღაცა მატერიალით. არც ფეხსაცმელები არ იყო, არც ტყავის ფეხსაცმელები არ იყო. ანუ ჩვენ აქ ხედავთ მებო რომ როგორი შრომით მოვიდა ისლამი ჩვენამდე. როგორ იწვალეს საჰაბებმა და ჩვენ უბრალოდ ხეს ზივართ, მიკროფონი ჩართული და კომპიუტერი მზად გვაქვს, ყველაფერი კომპოში პეჩი გვინთია, სახში ვართ, სახურა გვაქვს თავზე და კომპოში ვზივართ ამ ჰადისებს ვსწავლობთ. ამაგითოს მებო, ალლაჰმა რა თქვა ყურანში რომ მაგათ აპატია მუჰაჯირებს და ანსარებს ამ შრომის გამო. فأصاب رجل من المسلمين امرأة رجل من المشركين. და ომის დროს როცა იყო ომის პერიოდი, ერთ-ერთი მუსლიმმა მამაკაცმა აიღო ტყვეთ აიღო ერთი ქალი, მუშრიკების ქალი. فلما انصرف رسول الله صلى الله عليه وسلم და როცა წავიდა შომავალი صلى الله عليه وسلم أتى زوجها وكان غائبا. მოვიდა მისი ქმარი, იმ ქალის ქმარი. როცა იყო, ანუ მისი ქმარი იყო წასული და მაგდას უკვე მუსლიმები შეუტიეს იმ ადგილს და აიღებს ტყვეთ აიღეს ხალხი. და მოვიდა იმ ქალის ქმარი. და ნახა არ არის ცოლი. فلما أخبر და როცა მაგას ანუ შეატყეს რა მოხდა, ანუ მიამბეს რა მოხდა, حلف لا ينتهي حتى يحرق في أصحاب محمد دما صلى الله عليه وسلم. დაიფისა რომ მუჰამედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მოწაფებს სისხლს დაღვრისო. ანუ იმის გამო რაც გააკეთეს საჰაბებმა. فخرج يتبع أثر رسول الله صلى الله عليه وسلم. და გავიდა და დაიწყო შომავალი სალალლაჰუ აი ნაფეხურები რაც ხორჩებოდა, მაგაც აი ანუ მისდევდა ამ საფეხურებს. فنزل رسول الله صلى الله عليه وسلم منزلا. და როცა შომავალი სალალლაჰუ გაჩერდა այդ ადგილას, فقال და თქვა من رجل
يكلؤنا ليلتنا هذا ვინ იქნება ჩვენი დამცველი ამ ღამის ანუ შუამავ სალამ ყოველ ღამეს აყენებდა ხალხს ვინც იყო ანუ სადარაჯოზე ვინც იქნებოდა ღამე როცა იყო ომის პერიოდი და ასე შემდეგ فندب رجل من المهاجرين ورجل من الانصار فانتدب და ორი მამაკაცი ერთი იყო მუჰაჯირებისგან ერთი ანსარებისგან თქვენს რომ ჩვენ ვიქნებიო ანუ ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე فقال نحن يا رسول الله ჩვენ ვიქნებით ე ალლაჰის შრომავალო فقال رسول الله صلى الله عليه وسلم صلى الله عليه وسلم თქვა فكونا بفم الشعب ماشين დადექით ანუ ისეთ ადგილი იყო ვიწრო ადგილი სადაც ხალხი თუ ვიღაცა შემოვიდა უეჭველად მაგა დაინახავდა ანუ ვიწრო ადგილი იყო ის قال وكان رسول الله صلى الله عليه وسلم واصحابه نزلوا الى الشعب من الوادي شومام صلى الله عليه وسلم და მისი صحابები გაჩერდნენ ისეთ ადგილას ანუ რას უდაბნო იყო ასე გახსნილი უდაბნო და მან იყო ერთი ვიწრო ადგილი და შესასვლელი فلما خرج الرجلان الى فم الشعب და როცა გავიდნენ ეს ორი მუჰაჯირი და ანსარი იმ ადგილას თუ სადარაჯოზე დამდგარიყვნენ قال الانصاري للمهاجر انصار თქვა მუჰაჯირს უთხრა أي ليلي أحب إليك أن أكفيك رومل غامس جندا رومي شن شكتوالو أنو نخو غامس نخوار رومل جندا بيرولي زيقوس شن تلقيبي تو ميداود جيبيو أوله أو آخره بيرولي غامي تو غامس بولو نازلي قال ده ما قال نطرا بل يكفيني أوله بيرولي نازلي دادكيو قال ده منتقى فاتجع المهاجر فنام ده مهاجر من تعويد داتوا ده چايزينا مغاز وقام الانصاري يصلي انصار ما دايزقو ماغدوز دادغا და ლოცვა დაიწყო واتى زوج المراه და ის მამაკაცი მუშრიკი მოვიდა ან იმ ქალის ქმარმა მოვიდა فلما راى شخص الرجل როცა ნახა ის ადამიანი ანუ ანსარი ლოცულობდა عرف انه ربيئه ანუ გაიგო რომ ეს არის ანუ ადამიანი უბრალოდ ანუ სადარაჯოზე დგას ربيئه القوم იმ სადარაჯოზე ანუ ხალხის სადარაჯოზე فرماه بسهم ودعه فيه და ესროლა მაგას და მოხდა ერთი რა ქვია მაგას ის არის მოხდა მაგას მოხდა გულში კი არა უბრალოდ მოხდა მაგას ის არის فاندا صحابه سبحان ლოცულობდა فنزع وودع ამოიღო ის არის გადააგდო და გააგზელა ლოცვა وثبت قائما يصلي და გააგზელა ლოცვა ثم رماه بسهم آخر فودعه فيه მეორე ჯერ ისროლა ასევე მოხდა მაგას فنزعه وثبت قائما يصلي და ასევე მეორეც ამოიღო გადააგდო და გააგზელა ლოცვა فلما عاد الثالثة فودعه فيه فنزعه فودعه და მესამე ჯერ როცა ისროლა მოხდა მერე ისახაბა ამოიღო ის არის გადააგდო ثم ركع وسجد მერე წავიდა რუკუზე და საჯდაზე ثم أحب صاحبه მერე გააღვიძა თავის მეორე მოწაფე ანუ გაივიძა სამი ისრის მერე გააღვიძა თავისი მეგობარი რომელიც იყო მეორე სადარაჯოზე فقال და მაგას უთხრა اجلس فقط اتيتو ანუ ადექიო ჩვენ ანუ შეგვეტიესო მოვიდა მტერიო فوثب და ის მეორე ანუ უცბად ახდა იმის მე რაც გაიგო რა მოხდა فلما راهما الرجل და როცა ის მამაკაცი ის მუშრიკი დაინახა რომ ის ანუ შეამჩნიეს عرفوا انه نذر შეამჩნია რომ მას უკვე ანუ შეატყეს فحارب და გაიქცა نذر به فحارب და გაიქცა فلما راى المهاجري ما بالانصاري من الدم قال და როცა მუჰაჯირო ნახა ანუ რა მოვიდა იმ ანსარს უთხრა მაგას سبحان الله ანუ ალლაჰ იესუბთა ანუ ზმებო როცა ადამიანს ანუ რაღაცა გაუკვირდება სუნნათი უნდა თქვათ سبحان الله افلا احبتني اول ما رماك راتم არ გამაღვიზიო როცა პირველჯერ შენ გესრულაო ის არისო და იმან უპასუხა كنت في سوره اقراها მე ერთ სურათს ვკითხულობდიო და აი საჰაბების იმანეს მებო არის გადმოცემული რივაიათები მე როცა ეს საჰაბას რაღაც ჭრილობა ქონდა ფეხზე და მაგდროს არ იყო ეხლა წამლები რომელიც კიუს ანუ კლაუდა მაგათი გამოყოჩებული რა იყო ლოცვას იწყებდნენ ევნებოდნენ მეორეს რომ მაცად ეხლა ლოცვას დავიწყებ და მაგდროს მომიჭერიო ფეხიო მე უჭერდა ფეხს და არაფერს ვერაფერს ვერ გზნობდა წარმოიდგეთ მაგათი იმანი اقراها فلم احب ان اقطعها حتى انفذها და მე არ მინდოდა იმ სურას ანუ შეწყვეტვა სანამ მაგას არ დავამთავრებდიო فلما تاب علي رمي ركعت და როცა დავამთავრე ლოცვა
და დავინახე რომ მე აგზელებს ჩემთან სროლა ისრის ფააზანტუკა მე შენ გააგებინეო დაამთავროს და მე გააგებინა და იზახის რომ ახლა იფიცება ძმებო იფიცება ვაიმულლაჰი ლაულა ან უდაია თაღარან ამარანი რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბიჰიფზიჰი ალლაჰს ფიცავა თუ არა პეღამბარ შომავალი სალამ ბრძანება რომ მე ყოფილიყავი სადარაჯოზე ლაყატა ან ნაფსი ყაბლა ან aqta'uha აუ ანფადუჰა ჩემი სულიო პირველი გააჩერებდა ლოცვასო სანამ მე გავაჩერებდიო ჩემთვის იყო უფრო საყვარელი მოგდებოდი მაგრამ არ გავაჩერებდი ამ ლოცვას ეს ხათის რაზე ძმებო რომ ადამიანს რომს ლოცვაში სისხლი გამოსდის შეუძლია გააგზავნოს ლოცვა ზოგიერთი იძახის რომ ეს არის მაინც არ შეიძლება იმიტომ რომ ის საჰაბა ძალიან ქონდა მისი აზრები წასული და მაგიტომ სისხლის ყურადღებას არ მიაქცევდა არ მიაქცია ყურადღება მაგრამ ჩვენ ვიძახით არა სისხლის მიაქცია ყურადღება იმიტომ ჩვენ ვიცით რომ საჰაბები ურთილებიან თავის ლოცვას და ლოცვას არის შომავალ სალამ რა ბრძანება თუ ის საჰაბა ყურადღება მიაქცია შომავალ სალამ ბრძანებას რომ ყოფილიყო სადარაჯოზე ასევე რა თქმა უნდა მაგას არ დაავიწყდებოდა და აფუჭებდა ლოცვას უეჭვრად გამოვიდოდა იმ ლოცვიდან